სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. დახურულ შეხვედრაზე, როგორც ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მათი სამოქმედო დოკუმენტი გააცნო, რომელსაც ხვალინდელ აქციაზე გაასაჯაროებს. მათივე თქმით, დოკუმენტი ასახავს დასავლეთთან ურთიერთობების გამყარების, ახალი არჩევნების დანიშვნის და პოლიტპატიმრების გათავისუფლების სამოქმედო გეგმას და გეგმილია ასევე ზრუნვის ჯგუფების შექმნა. სხვა დეტალებზე ლიდერები ჯერჯერობით არ საუბრებენ. ეს ოპოზიციასთან ზურაბიშვილის პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან დაბრუნდა, სადაც ლიდერებს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილი აპირებს გამოაცხადოს ხვალ ის კოორდინაცია, ეს გაგვიზიარა და წარმოადგენს თავის გეგმას, იმ კოორდინაციას, იმ ოპტიმალურ კოორდინაციას, იმ მოკრძალებულ ნაბიჯებს და მოკრძალებულ გეგმებს, რაც ოპოზიციამ დავსახეთ. იცით, რომ ამ კოორდინაციის შემადგენელი, ვთქვათ, კომპონენტებია ერთი დასავლეთთან კომუნიკაცია და მეორე არის ზრუნვის ჯგუფების გაკეთება, მათ შორის სინდისის პატიმრებზე, რომ უკეთესად მოხდეს, ვთქვათ, მათ შესახებ ინფორმაციის კომუნიკაცია, მეტი, ვთქვათ, ფასი გადაიხადონ ადამიანებმა, რომლებიც მათ პოლიტიკურ დევნაში მონაწილეობენ და მათთვის თავისუფლების აღკვეთაში მონაწილეობენ. ანუ ეს ყველაფერი, რაც შესაძლებელია და სადაც მართლაც გამოვდის თანამშრომლობა, ხო?